სატელეფონო ხაზია რუსთავის მე-12 დაწესებულება და 302 საქმის ბინადარი გივი თარგამაძე. პუტინის რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში აბსურდული ბრალდებით გამოკეტა. გივი თარგამაძე რუსეთში გამოწვრთობილი ოლიგარქის ფსიქოტიპსა და მართვის სტილს კარგად იცნობს. ის ივანიშვილს იმ დროიდან აკვირდება, ვიდრე ოლიგარქს პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდებოდა და მოსახლეობის დიდ ნაწილში კეთილი ქველმოქმედის იმიჯი ჰქონდა. გივი თარგამაძე თვლის, რომ ყველაფერი რაც ახლა ბატონის კარზე ხდება, წინასწარ პროგნოზირებადი იყო. ის გადის კლასიკურ გზას ახლა ამ შემთხვევაში, როგორც მისი ტიპის და მისი ასე ვთქვათ, ფსიქოტიპის ოლიგარქები გადიან. ეს არის გაუთავებელი, გაუსრულებელი ეკონომიკის ციკლები, რომლებიც აი ყველა ამ ვირაჟში შესვლის შემდეგ გამოსვლის შემდეგ იდეის სანდო ყველა ჯერზე უფრო ვიწროვდება და მნიშვნელოვანი არის რომ ეს რესურსი არის ამოწურვადი და საბოლოო ჯამში ყოველთვის ეგრეც თავდება რომ ეს პირთაწრი იჩურება საბოლოო ჯამში და ეს ამთავრებს ყველა ესეთი ტიპის ოლიგარქია. ქართული ოცნების მმართველობის 13 წელს თუ გადავხედავთ, ოლიგარქ ივანიშვილის სანდოწრე რამდენჯერმე შეიცვალა. მის მთავრობაში მათ შორის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ ადამიანები, რომელთა გვარები ახლა აღარავის ახსოვს და იყვნენ ისეთებიც, ვინც ახლა ოლიგარქისვე მითითებით საციხოდ არიან გამზადებულები. გივი თარგამაძემ გითხრა, რომ ივანიშვილის ეჭვების მართვა მხოლოდ მის საყვარელ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს შეეძლო. მისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო სუსის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილიც. ახლა გვერდით არც ერთი აღარ ყავს. სავარაუდოდ ესაა ბატონის კარზე დიდი არეულობის მიზეზი. გამოიწვია იმან, რომ მან დაკარგა, ასე ვთქვათ, ამ საზღვრელი ტიპი, ამ ეჭვების სორტირებისთვის ეს იყო შამისი, როდესაც საყვარელი დეიდაშვილი, ეს იყო ყური მისი, ანუ ფილტრი, რომელიც ამ შიდა წერეზე მოდივად აწვდიდა ამ ჭორებზე და უხარისხებდა, ასე ვთქვათ და ესეთი ვთქვათ სუნდური არ ქონდა, რაღაც უჯრე უნდა დაალაგებული ეს ეჭვები, რაღაცა წესებით. ეხლა ეს აირია მას მერე რაც თვითონ უჩაზე ვიღაცამ რაღაცა უთხრა და უჩა მოწვდა მისი არეალიდან და მეორე ალბათ ესეთი საყრდენი იყო ლილუაშვილი. მაინც ლილუაშვილზე ქონდა მიბმული პრაქტიკულად ყველაფერი. ის ლილუაშვილმა ააწყო თვითონ ეს სისტემა, ამიტომ სხვა 15-ზე გარასაზრდ ოხანაშვილი არის ისრველი მართავს ესე და მასზე იყო ეს ტელეკონცენტრები, ნარკოტიკების გაყიდვა, ბიტკოინები და ასე დიდი ფული, რასაც ერქვა და ამიტომ ლილუაშვილის არიხვის შემდეგ კიდევ უფრო გართულ და ხელიდან გაექცა ეს სადავეები. მოკლედ რო თქვა და ეხლა ცოტა პანიკური მოძრაობები აქვს. ლილუაშვილი, ნარკოტიკები, კოლცენტრები და დიდი ფულის ამბავი დაიმახსოვრეთ. ამ თემას ცოტა ქვემოთ კიდევ დაუბრუნდები. ახლა ისევ ივანიშვილი. გივი თარგამაძემ გითხრა, რომ ოლიგარქისთვის საბედისწერო შესაძლოა მისი ბოლო გადაწყვეტილებები გახდეს. აი ის კობახიძეს რომ დააჯერა, ჩემს შემდეგ პირველი კაცი ხარ და რაც გინდა ისაკეთეო. დაპატიმრებული პოლიტიკოსის ინფორმაციით წლების წინ შევარდნაძეც ძალაუფლების ერთი ჯგუფისთვის გადაცემამ დაღუპა. ეს ხო საბჭოთა დიდი რუსია არ არის ვერ ერკვევა ამ რუსეთში. ის საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი მეხსიერებით ცხოვრობს და რაღაც ანარეკლებით ხო ეს გაზ-21 უყვარს კაპეიკის ხმარება უყვარს იმაში მეტყველებაში რაც აქვს წერ მეტყველებაში და შემდეგ ამას ანალოგიური აზროვნება შეუძლია ხო რომ ესე რომ თქვა ციფრული არ შეუძლია თვითონ გაზ-21 რაღაც საზრისით და ამიტომ ეს დაბალანსების სისტემა ქონდა კოპირებული პირდაპირ შევარდნაძიდან და იმდენ პირდაპირ ზუსტად ქონდა კოპირებული რომ შეცდომად საბედისწერო ზუსტად იგივე დაუშვა იმიტომ შევარდნაძის კლასიკური ბალანსის სისტემაში ერთადერთხელ მოხდა როდესაც ერთმა ჯგუფმა დაიკავა ყველა საკვანძო თანამდებობა ეს იყო სტაჟები და მეოხერად იმის არის ადამიანები იყვნენ ახალგაზრდები ყველანი აი ზუსტად მაშინ ჩაფლავდა საბოლოოდ შევარდნაძე და მაშინ მოხდა ეს რევოლუციაც და ყველაფერი როდესაც ამას შეტენა ეს კობახიძე და ნუ ვინ ხო დანარჩენი უკვე სასაცილო დინარაძე ოხანაშვილი მართლაც და უჭირს ახლა ამით დაკავება თან ნიშნავენ რა არის ხო კობახიძე ამან აირჩია იმ თავის პრემიერად როგორც ყველაზე ურეიტინგო ტიპი როგორც გარეთ ასევე შიგნით პარტიაში ნეგატიური რეიტინგი ქონდა რომ ადვილი მოსახსნელი ყოფილიყო
საბოლოო ჯამში ეს შეერჩა ეს რეიტინგი ხო შეერჩა ეგეთივე და იგი შეიძლება გაიზარდოთ, მაგრამ აგრესია მის მიმართ ასევე გაიზარდა. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, ამან გადაარჩინა ახლა კალაძე ერთის მხრივ, რომ რაღაც რეიტინგული ფიგურა მაინც დაჭირა ბალანსებლად და მეორე ფული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კალაძე გადაიქცეს ძალიანად ამ თავის არჩევნებს ფულს, როგორც აკეთებს ამას ყოველთვის და სხვა შორის არ იქნება ხმის არანაირი ტრაგედია, იმიტომ რომ ამ ფულს ეხა უკვე მოპარულიდან კი არ მოიტანს. ეხლა დაავალებს და კიდე მოუტანენ ამ ფულს იმდენი ყავს ეს საერთოდ ფულს აკეთებს, რომ რამდენი მილიონი გინდა იყოს, ეხლა მიუტანენ და აქ არ დააკლება. კალაძემ რომ ოცნებაში ძლიერი კლანის შეტევა დროებით მოიგერია, ამას ყველა ხედავს. ოლიგარქთან ერთმანეთზე ამბების მიტანის და დაპირისპირებების მიუხედავად, ერთი კვირის დაგვიანებით, მაგრამ თბილისის მერობის კანდიდატად მაინც ის წარადგინეს. თან ღონისძიებაზე თავად ივანიშვილიც მივიდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით წარდგენის სანაცვლოდ მან ბატონთან მისატანი ფულის ახალი გრაფიკი მიიღო. როგორც გვეუბნებიან, თანხა არ შემცირებულა. 800 მილიონი რამდენიმე ნაწილად უნდა მიიტანოს. კალაძე კი დალაგდა, მაგრამ თორნიკე რიჟოძის ამბავი ისევ გაურკვეველია. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ამ დრომდე თურქეთში მკურნალობს და როგორც ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. რიჟოძე უკეთა ამისთვის ჩვენება კი ჯერ არავის უთხოვია. თვითმკვლელობის მცდელობიდან 3 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ბევრი დეტალი ისევ ბუნდოვანია. მაგალითად, არაფერი ვიცით რა მიმართულებით მიდის გამოძიება. არის თუ არა დადგენილი საბედისწერო საღამოს რიჟოძესთან ერთად ვინ იმყოფებოდა საგარეჯოში ალექსი ახვლედიანის სახლში. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვცადეთ, თუმცა გეკა გელაძემ პოლიციელისთვის დამახასიათებელი სტანდარტული პასუხი გაგვცა. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია კამერები, დადგენილია ვინ იყვნენ ის. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ყველა პროცედურა. კარი გავს. გეკა გელაძესთან ინტერვიუ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციებით დავიწყეთ. სამინისტროც და სახელმწიფო პროპაგანდაც კვირებია გვეუბნება, რომ ქვეყანაში ნარკოტრაფიკს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს. თითქმის ყოველდღე გვაჩვენებენ კადრებს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ. თან ამაყობენ მცირე დროში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ამოვიღეთო. ეს რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ჩდება კითხვა, ახლა რატომ? რა ერთი წლის წინ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკი შემოდიოდა? თუ ის არ იცოდნენ, ვინ მფარველობდა ამ ტრანზიტს? ყველაფერიც იცოდნენ, მაგრამ ახლა იმიტომ გაიხსენეს, რომ რეჟიმს ასე სჭირდება. კორუფციის არ იყოს, ეს საკითხიც დიდი ალბათობით ოცნების შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. გივით არგამაძის ნათქვამიც ხომ გახსოვთ, ნარკოქსელი ივანიშვილის ძველს აყრდენ, ლილუაშვილს ჰქონდა მიბარებულიო. ისიც ხომ გახსოვთ, მანამდე რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში რო თქვა ნარკორეალიზატორების მფარველობას მაბრალებენო. რახან საშუალება გქონდა გეკა გელაძეს ვკითხეთ, მუშაობენ თუ არა საქართველოში ნარკოქსელის მფარველების გამოვლენაზე. გრძელდება ნარკოდანაშაულთან, როგორც აღნიშნეთ და როგორც ყოველთვის ჩვენი უწყება იძახის უპრეცედენტო ბრძოლა. შვებთ რომ მფარველები ყავდათ სამინისტროში? რაღაცა არასერიოზულ კითხვას. აბა როგორ შემოდიოდა ამდენი რაოდენობა? რას ქვია როგორ შემოდიოდა? როგორ შემოდიოდა ქვეყანაში მაშინ თუ მფარველები არ ყავდათ? შესაბამისად, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზირებული დანაყოფები მუშაობენ იმისთვის, რომ აღმოიფრას როგორც შემოტანა, ასევე რეალიზაცია. ასე სიტყვით ოცნების ახალი პოლიტხელმძღვანელობა ელიტურ კორუფციასაც ებრძვის. ყოველ შემთხვევაში საკუთარ ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ თავისივე ყოფილი თანაგუნდელებისგან მიღებული მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას ცდილობენ. როგორც ამბობენ, ხმაურიანი დაკავებები ჯერ კიდევ წინაა, თუმცა უკვე დაპატიმრებული ადამიანები, მათი წარსული და კავშირები რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. მაგალითად, გასულ კვირას ჯუანშერ ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წევრების დაპატიმრებით ოცნებამ თავად აღიარა, რომ თავდაცვაში კორუფცია და კონკრეტული ჩინოვნიკები ქართული ჯარის ხარჯზე გამდიდრდნენ. ეს არის რაღაცა ჯუანშერიზმია, როცა ეს ცოლი ძმა პირდაპირ მონაწილეობს შესყიდვაში, ტენდერში, რაღაც აქტივის მიცემა, ანუ პასტავნური ტიპს რო ეძახდით ჩვენ ყველა და ამ სქემებს შეჩეული ვიყავით უკვე 90-იანი წლებიდან ეს სქემები არსებობდა, რომ ვიღაცას შეწუხდებოდნენ, ანუ მეტ მოქმედებას ახორციელებდნენ, რომ შეეფუთათ რაღაც კონკრეტული ძალიან მძიმე კორუფციული ფაქტები. ეხლა ეს არ ხდება. აი პირდაპირ ცოლი ძმა, მამა და აი ტოტალური ხასიათი მიიღო, მაგრამ ეს ეპიზოდი თავდაცვის სამინისტროსი ამის პირდაპირ დადასტურებაა. ბიძინას რაღაც თავისი მიზნები კი ამოზრავებს ალბათ, როგორც არის, მაგრამ ჩვენ საზოგადოება ვხედავთ, რომ პირდაპირ ცოლი ძმაზე გადაცემა ხდება და ჩემი აზრით
ჯუანშერის გარეშე ესქემა რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რამე ამ კონკრეტულ кейსში რაც აკავშირებს ერთმანეთთან მინისტრის მოადგილეებს და ჯუანშერის ცოლისმას, ეს თვითონ ჯუანშერია. გვეუბნებიან რომ ერთი კონკრეტული ოპერაცია საბიუჯეტო და რა ლამის 3 მილიონიანიდან მილიონი წაიღეს სახში. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველა ოპერაცია გადასახედია მანამდელი და შემდგომი. თუ რა არა, მე ნაცია დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თავდაცვის სამინისტროში კოცების თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერს მხოლოდ არ მიუტანია კორუფცია, მივიდა დახვდა კორუფცია, თვითონაც მოკაფა თუ რა ვიცი, იშოვა თუ რა, გაძარცვა და შემდგომი მინისტრის დარწმუნებული ვარ, რომ სხვა წესჩვეულებებს არ შეიტანდა და ვერ შეიტანდა. ეს არის ტოტალური სხვები მით უმეტეს თავდაცვის მოქმედი მინისტრი ივანიშვილის მთავრობის ახალ ლიდერშიპს ამ ეტაპზე არ აინტერესებს. ოხანაშვილის სუსის დავალება გუნდიდან წასული თუ გაშვებული ჩინოვნიკების კორუფციასთან კავშირის დადასტურებაა. მურთაზ ზოდელავა, რომელსაც საგამოძიებო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ქართველი კორუმპირებული ჩინოვნიკის ფსიქოლოგიასაც კარგად იცნობს. ისეთის შენივც რომ იპარავს და საკუთარ თავს აჯერებს რომ მისია. ის კლანიკი, ვისაც ივანიშვილის დავალებით ახლა კობახიძე ებრძვის, სწორედ ასეთები არიან. მას ჩემი აზრით არა გაცნობიერებული თუ ვისთან აქვს საქმე. ეს ხალხი მასთან შევა სამყაროს ასოციაციო ბრძოლაში და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მათი ფსიქიკა, მათი მოდელი აზროვნების ასეთია. კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით ეს უამრავჯერ დადასტურებულა. ივანიშვილი პირველად შევიდა ასეთ კონფრონტაციაში, არა მხოლოდ აი ამ ძლევამოსილ ჭალებში მისივე შექმნილ დიდ კლანთან, არამედ აი ამ კორუმპირებული ჩინოვნიკის ფსიქოლოგიასთან. და ეს იქნება უმძიმესი და არის ხო უმძიმესი ხო ესურიან ერთმანეთს, იჭერენ, რაღაცა დაძლებენ, ვიღაც გაიქცა, ვიღაც მოთხოვეს, ვიღაცა უკვე დაიჭირეს, ვიღაც კონკრეტული ადამიანების ირგვლივ არავინ არ დატოვეს, ვინც არ დაიჭირეს. ამ ბრძოლაში უკვე გამოიკვეთა მთავარი სამიზნეც. ირაკლი ღარიბაშვილი, ივანიშვილის მთავრობის ორგზის პრემიერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. ღარიბაშვილი ივანიშვილის კარზე ერთდროს ნდობით სარგებლობდა. მთავრობის წევრების უმეტესობაც მისი პირადი გარემოცვის წევრები იყვნენ. ის ადგილს ოლიგარქის მაგიდასთან მაშინაც ინარჩუნებდა, როცა პრემიერ-მინისტრობიდან გაუფრთხილებლად მოხსნა. მერე კი დააბრუნა, მაგრამ როგორც ჩანს, ძველი ნდობა ვეღარ აღდგა. ღარიბაშვილის კლანი დიდი ბევრი წლის ხელისუფლებაში ნახო, ეს ხალხი დიდი ხანია ხელისუფლებაშია, 10 წელს გადაცდა და ამიტომ ესენი არიან ბევრი, ამათ აქვს ბევრი ფული მოპარული, არიან ასე თუ ისე გავლენიანები, ყოველ შემთხვევაში ეხაც ვინარჩუნებენ რაღაც დოზით. ამიტომ ჩემი აზრით აქ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული მიზანი არის საბოლოო ჯამში ღარიბაშვილი დააპატიმროს. სხვა სქემას მე აქ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ დააპატიმრეს მისი მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, ნდობით აღჭურვილი, ოჯახური ნდობით, სამსახურებრივი ნდობით, ან იმდენად ბევრი საკვანძო ადამიანის მიმართ მოხდა პირდაპირ ესე ღია კორუფციული ბრალდებებით, დაპატიმრებებით თუ რიჟვაძეების შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე რაღაცეები, რომ ჩემი აზრით აქ მიზანი არის, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად, ანუ ღარიბაშვილი იქნას დაპატიმრებული, დისკრედიტირებული და შემდგომ დაპატიმრებული. ივანიშვილის მოქმედების რაღაც ლოგიკაში ეს ჩანს. შეუძლებელია მივარდე ჯუანშერ ბურჭულაძეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეა, იმიტომ რომ ასეთი კორუმპირებული ჩინოვნიკი ასობით იყო აქ ქვეყანაში ხოცების დროს განსაკუთრებით სამწუხაროდ. ამიტომ მას მივარდა, იმიტომ რომ ის ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. პირველი მინისტრის მიქაუტაძეა თუ რა გვარია ეს პიროვნება, ყველა მიცოდა ენერგეტიკის სამინისტროშიც, მერიაშიც და ეკონომიკის, ეს იყო ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ეს ყველა მიცოდა, თვითონ ჩინოვნიკებისგან გამოდის ეს ამბავი. ის დაჭერილია იმის გამო, რომ არის ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი მოლარე თუ რაც იყო. რიჟვაძეების ოჯახი დაწიოკებულ და ტერორებულ თუ რაც არიან, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ღარიბაშვილის იყვნენ და არიან და ეს დემონსტრირებაც მოხდა ამისი, ეს მივიდა იქ ყველანაც და ამისულა რა, ამათთან მივიდა. ღარიბაშვილის უახლოესი ხალხი და მხოლოდ ღარიბაშვილის უახლოესი ხალხის კორუფცია რატო გახდა ოცნებისთვის აქტუალური, ხო? იმიტომ რომ აინტერესებს ღარიბაშვილი. მარტივი ლოგიკაა და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ღარიბაშვილამდე საგამოძიებო უწყებების ინტერესის სფეროში შესაძლოა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მოხდეს. ასევე წყაროს ინფორმაციით მისი მინისტრობის დროინდელი კორუფციული სქემებით იმ შემთხვევაში დაინტერესდებიან, თუ ის ოლიგარქის შეტყობინებას უგულებელყოფს და ფულს არ მიიტანს. როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილი მისგანაც ბევრ მილიონს ითხოვს. ასევე არ არის გამორიცხული დაკითხვაზე დაიბარონ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი. პრინციპით, თუ მისი მოადგილე
მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო, მასაც ხომ ეცოდინებოდაო. მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ ერთ კაცზე გასვლაა, ვის გარემოცვადაც ყველა ეს ჩინოვნიკი აღიქმება. არის კონკრეტული მოცემულობა, მათ შორის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოქმედებები გრძელდება, არის კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რაღაც საგამოძიებო ჯგუფებია შექმნილი, რომელსაც კონკრეტული დავალებები აქვს მიცემული, ეს პატარა ქვეყანა ვარ და ასე თუ ისე ეს ამბავი რაღაცა იურიდიულ სამყაროში ყოველ შემთხვევაში დიდად არ იმალება და ასევე არის უამრავი ადვოკატი, რომელიც ამაში უკვე ჩართულია და ეს ადვოკატებიც ჩვეულებრივი ჩვენ თანამოქალაქეები არიან და რაღაც ინფორმაცია ხანდახან იქიდანაც გამოდის, რომ ის რო ღარიბაშვილი ადვოკატის გარეშე და ან ადვოკატის თანდასწრების გარეშე ვერ კომუნიცირებს იმ უახლოეს გარემოცვასთან, რომელთანაც ყოველდღიურ ურთიერთობაში იყო, ნდობის ჯგუფთან, ესეც საყოველთაო ცნობილია და მანდაც ესეთი ამბავია, ხო, რომ აი ვარ და ჩვენება არ მიცეს რაღაცა, ამიტომ ეს დაახვეული ყავთ თავზე ადვოკატები, ვიღაც შუამავლები, ვიღაც ამბის მიმტან-მომტანები და რაღაცა ეს ომი, ფიცხელი ომი არის გაჩაღებული. ეს ვერ მორჩება, ვერ გაქრება, იმიტომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ უცებ მოხდეს ისე რომ ამათ თქვა რომ ეხა გავჩერდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაინახა. ყველაფერი ისეც დავინახეთ ჩვენ. საერთოდ არ მჭირდებოდა მე სიმართლე გითხრათ, რამე კონკრეტული ქართული ოცნების ძალოვანი სისტემის კონკრეტული დოკუმენტი შექმნილი იმის თაობაზე, რომ ვიღაცა კორუმპირებული იყო ბიძინას ან ღარიბაშვილის გარემოცვაში, ისეც გასაგები იყო ეს ყველაფერი. დანახვა ვისაც უნდა ყველა ხედავს, რომ ქართულ ოცნებაში შიდა კლანური დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მანტია მოსხმული კობახიძე და მისი გუნდი ოლიგარქის კარზე ძალაუფლების განსამტკიცებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხმაურიანი დაკავებებისთვის საფუძველი აქვთ. ოლიგარქის ნებართვა და მტკიცებულებები, მაგალითად ჩვენებები ჯერ არა. სანქციებით დაზარალებული ივანიშვილი კი ისევ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს და ფულზე ვაჭრობს. ფულზე, რომლითაც ყოფილმა ჩინოვნიკებმა თავისუფლება უნდა იყიდონ.